სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. გვიახლოვდება აღდგომის მარხვა, 50 დღიანი მარხვა. დაიწყება მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც განახლავს ამ მარხვას. როგორც ვიცით, ეს მოსამზადებელი პერიოდი იწყება მეზორე და ფარისეულის კვირით, რომლის იგავით დღეს წავიკითხეთ ჩვენ წირვაზე ნაწყვეტი ლუკას სახარებიდან, სადაც მაცხოვარი გადმოგცემს ამ იგავს. ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვა ტაძარსა მას, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერი. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან. ღმერთო, გმადლობ შენ რამო თუ არა ვარ ვითასა სხვანი კაცნი, მტაცებელ სრულ და მემრუშე. გინა ვითასა ესე მეზვერი. ორი ადამიანი ავიდა ტაძარში, ცალოცავად, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერი. ფარისეველები იყვნენ ადამიანები, ძველი აღთქმის მიმდევრები, რომლებიც არასრულად ასწავლიდნენ აღთქმის ჯულს. მაგრამ ძველი აღთქმის მიმდევრებად თვლიდნენ თავიანთ თავს. ლოცულობდნენ, მარხულობდნენ, ჯულის წესებს იცავდნენ, მაგრამ თავიანთი ნიუანსები შეჰქონდათ სარწმუნოების საკითხებში. და სწორედ ესეთი ადამიანი ლოცულობს და ამბობს, რომ მადლობა ღმერთო, რომ ესეთი არა ვარ ვითაცა სხვანი კაცნი, სხვებს განიკითხავს. არ ვარ როგორც მტაცებლები, სხვები არიან, როგორც მემრუშე სხვები არიან, და როგორც ეს მეზვერე, რომელიც მასთან ერთად ლოცულობდა. ვიმარხავ ორგზის შაბათსა, შინა და ათეულსა შევსირე ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. შაბათის მარხვას ინახავდა, როგორც ძველი აღთქმა ასავლიდა, მოსეს ჯული ასავლიდა და თავისი შემოსავლიდან 10%-ს მოწყალებაში გასცემდა. და ამაყობდა ამით. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთასწას იახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა, ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. მეზვერეები იყვნენ ადამიანები, როგორც ვიცით, რომლებსაც ხარკის აკრეფა ჰქონდათ დავალებული ისრაელში რომის იმპერატორისგან და ყველაზე არასასურველი და არასასიამოვნო ხალხი იყვნენ ებრაელებისთვის მეზვერეები, იმიტომ რომ გარდა იმისა, რაც ევალებოდათ მათ, რომ ხარკი ამოეღოთ მოსახლეობისგან, უფრო მეტს ართმევდნენ, აცებლებიც იყვნენ, ძალადობასაც მიმართავდნენ ამისთვის და არ უყვარდათ ხალხს, მოკლედ რომ ვთქვათ, და ესეთი ადამიანი ლოცულობს ტაძარში. ღმერთო მილხინე ცოდვილსა ამას. ადამიანი, რომელიც ტირის თავის ოდებს. მაცხოვარი ამბობს, გეტყვი თქვენ, გარდამოვიდა ესე განმართლებული სახე თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი. რამოთუ ყოველ მან, რომელმან აღიმაღლოს თავისთვის, იგი დამდაბდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის, იგი ამაღლდეს. განმართლებული ღვთის წინაშე ტაძრიდან წამოვიდა მეზვერი და არა ფარისეველი, რომელიც ჯულის წესებს იცავდა. რატომ? იმიტომ რომ ღვთის წინაშე ფარისეველი ამპარტავნობდა, ამაყობდა თავისი ცხოვრებით, განიკითხავდა სხვებს, თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი, ცოდებს არ განიცდიდა თავის ცოდებს, არ ნანობდა თავის ცოდებს, სინანული არ ჰქონდა, ხოლო მეზვერე ნანობდა თავის ცოდებს, თავს იმდაბლებდა, სხვებზე ყველაზე უარესად მიაჩნდა საკუთარი თავი და სწორედ ამან გაამართლა ის ღვთის წინაშე და სწორედ მეზვერის ლოცვა იქნა შესმენელი და არა ფარისეველის. და ამთავრებს სწორედ მაცხოვარი სახარებას, რომ ვინც დაიმდაბლებს თავის თავს ღვთის წინაშე, ის ამაღლდება. ვინც აღიმაღლებს თავის თავს ღვთის წინაშე, ის დამდაბლდება. როგორც ფარისეველი აღიმაღლებს თავის თავს, ის საძულველია ღმერთისგან, ესეთი ადამიანი, ამპარტავანი ძაღს ღმერთს, ამ დაბლებს შეიწარებს.
დღევანდელი სახარება დამადასტურებელია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ადამიანისთვის. სახარებაში მაცხოვარი სხვა ადგილას გვასწავლის, რომ ვერაფრით ვერ დაამარცხებს ადამიანი ეშმაკს, თუ არა ლოცვით დამარხვით. ლოცვა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქრისტიანი ადამიანის ცხოვრებაში. ლოცულობს როგორც მეზვერე და ლოცულობს ესევე როგორც ფარისეველი. აქედან ჩანს, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა ადამიანისთვის, ქრისტიანი ადამიანისთვის. როგორ უნდა ვილოცოთ, რა უნდა ვთხოვოთ ღმერთს, როდის შეისმეს ჩვენს ლოცვას ღმერთი, რატომ არ ისმენს ზოგჯერ ჩვენს ათხოვარს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, სანამ ლოცვას დავიწყებთ, კარგია თუ ადამიანი 2 წუთით მაინც მოემზადება ლოცვისთვის. როგორ უნდა მოვემზადოთ ლოცვისთვის, რომ დავფიქრდეთ ჩვენს ცოდვებზე, დავფიქრდეთ ჩვენს წარსულზე, დავფიქრდეთ ჩვენს აწმყოზე, მომავალზე, საშინელი სამშაბლოზე, რა გველოდება ჩვენი ცოდვების გამო, რამხელა წყალობა მოიღო ღმერთმა ჩვენზე, რას ვიმსახურებ და რა გვაქვს. როდესაც ესე განაწყობს ადამიანი საკუთარ თავს ლოცვისთვის, ლოცვა უფრო ნაყოფიერია, ლოცვა უფრო გულისმიერია, ლოცვა უფრო გონება გაუფანტავია. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ის წინაშე, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ მადლობა შევწიროთ ღმერთს ყველაფრისთვის. თუ რამე ცუდი და კარგი მომხდარა ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფრისთვის მადლობა შევწიროთ ღმერთს. არაფერზე არ დავეწუწუნოთ ღმერთს, არ უსაყვედუროთ. მეორე რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის, რომ უნდა გამოვხატოთ სინანული ჩვენი ცოდვების გამო. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ლოცვის საფუძველი არის სინანული. თუ ადამიანს სინანული არ აქვს, ესეთი ლოცვა არ არის ნაყოფიერი. და დღევანდელ სახარებაშიც ესე იყო, მეზვერეს ჰქონდა სინანული და ამიტომაც შეისმინა ღმერთმა მისი ლოცვები და გამართლებული წამოვიდა ტაძრიდან, ფარისეველს არ ჰქონდა სინანული და შესაბამისად მისი ლოცვები არ იქნა შესმენელი. როდესაც ადამიანს თავისი ცოდვების გამო სინანული აქვს, ჩვენ ხშირად გქონია ესეთი ყოველდღიურად ვართ ამის მომსწრე, რომ ლოცულობ და გონება გვეფანტება. სადღაც ხან რა საქმეს მივაქცევთ ყურადღებას, ხან რაზე ფიქრობთ, მე დავბრუნდებით ისევ, გამოვხიზდებით, რომ თურმე ვლოცულობთ და სხვა რამეზე არ უნდა ვიფიქროთ, გავაგზავნებთ ლოცვას, მე ისევ სხვაგან გავიფრინდება გონება და ასე გრძელდება ჩვენი ლოცვა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ გონება გაფანტულობის წინააღმდეგ ერთ-ერთი კარგი საშუალება არის ადამიანის, როდესაც აქვს სინანული და სინანულით ლოცულობს. როდესაც განიცდის თავის ცოდვებს, მას უკვე აღარ აქვს იმის დრო და იმის სურვილი, რომ სხვა რამეზე იფიქროს. ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ცოდვებზე და ფიქრობს იმაზე, როგორ მოინანიოს ის ღვთის წინაშე და თხოვს ღმერთს ამ ცოდვების პატიებას. მესამე რაც უნდა გავაკეთოთ, შეგვიძლია ჩვენ ყველაფერი ვთხოვოთ ღმერთს. არაფერს არ გვიგზავნოს ღმერთი, ყველაფრის თხოვნა შეგვიძლია, თუ რა თქმა უნდა, ცოდვას არ ვითხოვთ ღვთის წინაშე. მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა დასრულდეს სიტყვებით, ღმერთო იყოს ნება შენი. რაც არ უნდა ვითხოვოთ, ეს სულიერი იქნება, მატერიალური იქნება, ოჯახური პრობლემა იქნება თუ ასე შემდეგ, ფინანსური თუ ასე შემდეგ, ყველაფრის თხოვნა შეგვიძლია, მაგრამ უნდა ვთქვათ, ღმერთო მე კი ესე მინდა, მე ესე ვფიქრობ, რომ ესე კარგი იქნება, მაგრამ შენი ნება იყოს. ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, რომ ვითხოვთ რაღაცა დროის განმავლობაში, შეიძლება წლები გადიოდეს და ერთ რაღაცას თხოვდეთ ღმერთს და არ გვისრულდებოდეს სათხოვარი. რამდენიმე მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატო შეიძლება არ უსრულდებოდეს ადამიანს ლოცვის დროს წარმოთქმული თავისი თხოვნა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ არასწორად ვითხოვთ. რას ნიშნავს არასწორი თხოვნა, რომ რასაც ვითხოვთ, ჩვენი სულისთვის სასარგებლო შეიძლება არ იყოს.
ჩვენ კი ადამიანური გონებით, ადამიანური ლოგიკით გავშით და ვფიქრობთ, რომ ეს სწორია, მაგრამ ღმერთმა ყველაფერი იცის, ჩვენი წარსულიც, ჩვენი აწმყოც და ჩვენი მომავალიც. იცის ეს სათხოვარი ჩვენი სულისთვის, მაცხოვნებელი სულის ხოვნებაში შეგვეწევა თუ არ შეგვეწევა. ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეს იყოს, რომ ჩვენი სათხოვარი შეიძლება არ იყოს ჩვენი სულისთვის სასარგებლო და ამიტომ ღმერთი არ გვისურვებს. ამიტომ მადლობა ღმერთო ყველაფერთვის, უნდა ვთქვათ. მეორე მიზეზი თუ რატომაც შეიძლება არ გვისურვებოდეს სათხოვარი არის ის, რომ ადამიანი არ პატიობს მოყვას წყენას. მინდა პირდაპირ ამბობენ, რომ თუ სხვის მიმართ ადამიანს აქვს წყენა, ხშირად იხსენებს ამ წყენას და რაღაცა ვერ პატიობს, არ პატიობს, რაღაცა შურიზიების ფიქრები აქვს, რაღაცა ბოროტი ფიქრები აქვს მის მიმართ, პირდაპირ ამბობენ წმინდანები, რომ ეს არის ხელისშემშველი ფაქტორი, როდესაც ღმერთი არ ისმენს ჩვენ ლოცვას, თუ ღმერთი არ ისმენს ჩვენს ლოცვას. ამიტომ შეიძლება არ ისმენდეს. შემდეგი მიზეზი, რატომაც შეიძლება არ გვისურვებოდეს სათხოვარი, არის ის, რომ ღმერთი შეიძლება ჩვენგან ითხოვს კიდევ უფრო მეტ ღვაწლს, კიდევ უფრო მეტ ლოცვას, კიდევ უფრო მეტ მონდომებას. შეიძლება რაღაცას ვაკლებთ, ცოტას ლოცულობთ, ან ზერელედ ლოცულობთ, ან რაღაცა გულით არ ვითხოვთ ჩვენ სათხოვარს. ამიტომ ადამიანი კიდევ უფრო რომ გამტკიცეს წმენაში, კიდევ უფრო მეტად რომ დაიმდაბლოს თავი ღვთის წინაშე, როგორც დღევანდელ სახარებაში მეჟერემ დაიმდაბლა თავისი თავი, ამისთვის ღმერთი შეიძლება არ ასრულებდეს ჩვენს სათხოვარს. მაგრამ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი ლოცვა ეს შემდეგი სიტყვებით, რომ ღმერთო იყოს ნება შენი. როდესაც ღმერთის ნებას ვართ მინდობილი, სათხოვარი გვისურვდება თუ არ გვისურვდება, ვამბობთ, რომ მადლობა ღმერთო ყველაფერთვის. არ გვაქვს შემდეგ მიზეზი იმისა, რომ დავიწუწუნოთ, რომ ღმერთი ამას რატო არ მისურვებს, მერე ღმერთი შეიძლება დავადანაშაულოთ, რომ სათხოვარი თუ არ შეგვისურვდება, რომ ღმერთო მე ამას ვითხოვდი ამდენი ხანია და მე ეს მინდოდა რატო არ შემისრულე. შეიძლება ადამიანი ღვთის გომონდელაც კი მივიდეს, რომ შენ თუ არსებობ, ჩემი ლოცვა რატო არ შეისმინე, ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანი სასწაულკვეთილებაში ჩავარდნილა. ლოცულობდა, მაგრამ არ იყო სწორი ლოცვა. სწორი ლოცვა ისეთი ლოცვა, როგორც თქვა დღეს მეჟერეს ჰქონდა. ამას გულისხმობ. ეკლესია გვასწავლის, რომ წმინდა პავლე მოციქული გვასწავლის, რომ მოუკლებელად ილოცოთ. რას ნიშნავს მოუკლებელად, როგორ უნდა ილოცოს ადამიანი? მოუკლებელად ნიშნავს, რომ სულ მუდმივად უნდა ილოცოს ადამიანი. ყოველთვის, სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ვილოცოთ. ჩვენ სამწუხაროდ დილის და ძილის ლოცვების წაკითხვა გვეზარება ხოლმე და ხან გვეზარება, ხან გვავიწყდება, მაგრამ ესეა ეკლესია ესე გვასწავლის და ეს არის აუცილებელი, რომ ადამიანი სულ უნდა ლოცულობდეს. ყოველთვის არ არის აუცილებელი, რომ წიგნი გქონდეს გადაშლილი და წიგნიდან კითხულობდეთ ლოცვას. ზოგჯერ წიგნიდან წაკითხული ლოცვა უფრო არ არის ხარისხიანი, ვიდრე ადამიანი, როდესაც გულწრფელად დგას ხატის წინაშე და თავისი სიტყვებით ითხოვს სათხოვარს ღმერთისგან. აი როგორც დღეს მეჟერი ამბობდა და სამ სიტყვაში გამოიხატა მისი ლოცვა. ღმერთო მილიხინე ცოდვილსა ამას. მუშაობთ, გზავრობთ, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი ოჯახშია, თუ რასაც არ უნდა წამოწოლილია სნეულებაშია, თქვათ და არ შეუძლია მუხლის მოდრეკა, არ შეუძლია ფეხზე დადგომა, არ შეუძლია თქვათ უშინათლოა და ვერ კითხულობს. უფალო შემიწყალე. უფალო იესო ქრისტე წეო ღვთისაო შემიწყალე მეწოდე. ეს ლოცვა ადამიანს ყოველთვის შეუძლია ილოცოს და ყველგან შეუძლია წარმოთქვას. ანუ ამ ცნების შესრულება, რაცაც პავლე მოციქული გვასწავლის, ყველას შეუძლია. არ არსებობს ადამიანი, თუ ამოინდომებს ამას, ყველგან და ყოველთვის შეასრულებს ამ ცნებას. ძალიან მთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც ვლოცულობთ იმისგან, რომ რაღაც წარმოდგენები არ შეგვექმნა საკუთარ თავზე. აი, წმინდა მამები გვასწავლიან, რომ როგორ უნდა შევაფასოთ
როგორ უნდა მივხვდეთ ჩვენი ლოცვა ნაყოფიერი არის თუ არა. ხშირად ლოცულობთ და დავამთავრებთ ლოცვას და გვიჩნდება კმაყოფილების გრძნობა, ვარა კარგია რომ ლოცვა წავიკითხე. ვარა კარგია რომ ფსალმუნის ამდენი მუხლი წავიკითხე, ამდენი თავი წავიკითხე. ეს თუ აქვს ადამიანს, ესე იგი არასწორად ლოცულობს. ესე იგი მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაც ლოცულობდა, ყვებოდა თავის ამ პარტავნებას. რატომ? იმიტომ რომ როგორც დღეს ფარისეველს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდა შექმნილი, ისე საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენას იქმნის. ადამიანის ლოცვა მაშინ არის ნაყოფიერი, როდესაც ჩვენ ვაასრულებთ ლოცვას და უფრო მეტად განვიცდით ჩვენ ცოდებს. უფრო მეტად უღისად მიგვაჩნია საკუთარი თავი, უფრო მეტად დავდებით ღვთის წინაშე, უფრო მეტად ცოდვილები გონია საკუთარი თავი ვიდრე სხვა. არ განვიკითხავთ სხვას და ასე შემდეგ. თუ ადამიანი არ დაიმდაბლებს საკუთარ თავს ღვთის წინაშე, ესე იგი მისი ლოცვა არ არის ნაყოფიერი. ესე იგი მისი ლოცვა არ შეისმინა ღმერთმა და არ განმართლა როგორც დღეს მეძვერე განმართლა. ძალიან მთხრილად უნდა ვიყოთ, როდესაც ხდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, ღვთისმშობელმა გამიღიმა, ზოგჯერ ამბობენ ხოლმე ხატმა გამიღიმა რაღაცა მესიზმრა, ანგელოზები მესიზმრებიან, რაღაცა ხილებს ნახულობენ ზოგჯერ ეს არის ძალიან საფრთხილო და აუცილებლად უნდა პირდაპირ წმინდანები გვასწავლიან, რომ უარყოთ ესეთი ხილები და ესეთი წარმოდგენები. იმიტომ რომ ჩვენ ისეთ სულიერ ცხოვრებაში ვართ, ისეთ სულიერი ცხოვრება გვაქვს, რომ არ ვიმსახურებთ იმას, რომ ანგელოზი გამოგვეცხადოს, ან ღვთისმშობელი გამოგვეცხადოს, ან რომელიმე წმინდანი გამოგვეცხადოს, ან თუნდაც რომელიმე მაცხოვარი გამოგვეცხადოს, განკაცებული ღმერთი. მინდა მამეს, როდესაც გქონდათ ესეთი მომენტები ცხოვრებაში, პირდაპირ უარყოფთ. ყოფილა, მართლაც ანგელოზი ყოფილა, მართლაც რომელიმე წმინდანი გამოცხადები, მაგრამ უარყოფდნენ, იმიტომ რომ მართვლიდნენ ღირსად საკუთარ თავს იმისა, რომ რომელიმე წმინდანი დამდგარიყო მის წინაშე და გამოცხადებოდა მას. და ღმერთმა კი არ უსაყვედურა ამ ადამიანებს, არამედ დააფასა მათი თავმდაბლობა და შეიწირა მათი თავმდაბლობა. ამიტომ კიდევ ერთხელ მივდივართ იმამდე, რომ ადამიანს თუ აქვს სინანული, რა თქმა უნდა, საკუთარი ცოდვების და მარტო გარეგნულად არ არის ეს ლოცვა, რაღაც ტექსტის წაკითხვა, გადაშლა და დახურვა, აუცილებლად სინანულით შეწირული დაწყებული ლოცვა ყოველთვის შედეგიანი იქნება. თუ გარეგნული ხარია მარტო, ეს აუცილებლად მიგვიყვანს ხიბლის მდგომარეობამდე. ხიბლია ეს, რაც თქვით ახლა, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაცა წარმოდგენა ექნებოდეს საკუთარ თავზე, შეიძლება ვიღაცა ეცხადებოდეს და ასე შემდეგ. ხიბლია, როდესაც ხიბლი ქვია იმას, როდესაც ადამიანი მოხიბლულია საკუთარი სულიერი ცხოვრებით. ჩვენ არ უნდა მოვიხიბლოთ საკუთარი სულიერი ცხოვრებით. ჩვენ უნდა გქონდეს განცდა მხოლოდ საკუთარი ცოდების და უნდა გქონდეს სინანული საკუთარი ცოდების. წმინდანები გვასწავლია, რომ როდესაც ადამიანი ლოცულობს და მრავალ სიტყვავს, ესე რომ ვთქვათ, და არ აქვს სინანული, ეს არის ათიმცნების დარღვევაც. ათიმცნებაში პირდაპირ წერია, რომ ჩემი სახელი არ მოიხსენიო ამაოსა ზედა. ხო არის ერთ-ერთი მცნება. ანუ ჩვენ ამაოდ ვიხსენიებთ უფლის სახელს, როდესაც ჩვენ წარმოვთქვათ ლოცვებს ისე, რომ მას არც სინანული აქვს, არც გულსფერლობა აქვს, არც თავმდაბლობა აქვს და ასე შემდეგ, რაც არის საჭირო და აუცილებელი. ჩვენი არის მხოლოდ ცოდვები. რაც ხდება ჩვენ ცხოვრებაში, სულიერი წარმატება იქნება, მატერიალური წარმატება იქნება, თუ ასე შემდეგ, რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი არის ღმერთის დამსახურება. თუ რამეს ვაკეთებთ, ლუკას სახარებაში პირდაპირ წერია, რომ თუ რამეს აკეთებ სულიერ ცხოვრებაში, რაც გევალება, იმას აკეთებ. აი, რო სუნთქავს ადამიანი, ხო არ ვამბობთ, რომ ვარა კარგია რო სუნთქავ, რა მაგარი ვარ რო სუნთქავ. ან საჭმელს რო ვჭამ, ხო არ ვამბობთ, რომ მაგარი ვარ რო საჭმელი შევჭამ. იგივეა, ლოცვა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი
ისევე როგორც სუნთქვა არის, თუ ჭამა არის, თუ წყლის დალევა არის, თუ სიარულია, არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ. რაც გვევალება, იმას ვაკეთებთ. ვესაუბრებით ღმერთს, ვიმდაბლებთ თავს ღვთის წინაშე და ვითხოვთ ჩვენს სათხოვარს. და რა თქმა უნდა, ვართ მადლიერები. ერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგურთოთ.